ირაკლი რუხაძემ იმედი 1000 ლარად გაყიდა. იმედის თვითმიზანი არასდროს ყოფილა ქართული ოცნების უპირობო მხარდაჭერა არ იყო. ადვილი ტელევიზიისთვის ახალი მფლობელის პოვნა-წერია რუხაძის განცხადებაში. ოცნების პროპაგანდისტული ტელევიზიის 50%-იანი წილი მოქმედი გენერალური დირექტორის მაკა ლომიცისა და მისი 4 მოადგილის, მეორე ნახევარი კი ილია მიქელაიშვილის მფლობელობაში გადავიდა. ნანუკა ჟორჟოლიანისა და თეა წულუკიანის სასამართლო დავა გრძელდება. ტელეწამყვანის თქმით, ოცნების წევრის ადვოკატები მისი სტატუსის ფორმულირებაზე დაობენ და ამბობენ, რომ ავთანდილ წულუკიანი, რომელიც მოსამართლე იყო, ადამიანებს კი არ ხრეტდა, არამედ დახვრეტას უსჯიდა. თუ ვინმე გადარჩა, იმიტომ რომ შევარდნაძემ სიკვდილით დაჯის მუხლი გააუქმა საქართველოში, აცხადებს ჟორჟოლიანი. ოცნება საქართველოს განვითარების ფონდის ლიკვიდაციას გეგმავს. ის 2023 წლის მაისამდე საპარტნიორო ფონდის სახელით ოპერირებდა. საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძე ბოლოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ხელფასის სახით თვეში 15000 ლარამდე იღებდა. ესპანეთის სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს მალაგის პროვინციაში ნაყიდი სახლი დაუყადაღა. პროკურატურამ სასამართლოს განჩინებით ესპანეთს მიმართა, მათ კი ოცნების ყოფილ მაღალჩინოსანს ცოლის სახელზე გაფორმებული უძრავი ქონება დაუყადაღეს. ბურჭულაძის ადვოკატის ცნობით დაყადაღებულია როგორც ყოფილი მინისტრის მშობლების, ასევე ბებიის, მისი სიდედრისა და სიმამრის საპენსიო ანგარიშებიც.